ამ ეტაპზე ყურადღებას მივაქცევთ გნოსტიკურ ღვთისმეტყველებას, გნოსტიკურ თეოლოგიას, რაც როგორც ეკლესიური მოძღვრების კადენიერი უარყოფა, ეკლესიის მამათაგან ყოველთვის უდიდეს და აუცილებელ წინააღმდეგობას აწყდებოდა და რომ არა ცალკეულ უღირსეულეს მოღვაწეთა ჭეშმარიტად გმირული ღვაწლი გნოსტიციზმის დასამარცხებლად, ეს ობობასავით მოდებული სენი, რაც მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთს და უფრო შორეულ ტერიტორიებსაც მოედო, რა თქმა უნდა დაძლეული არ იქნებოდა. აქ დიდია დამსახურება საკუთრივ აპოლოგეტებისა, მათ შორის წმინდა იუსტინე მარტვილისა, განსაკუთრებით წმინდა ირინეოს ლიონელისა, რომელსაც ჩვენ მოგვიანებით შევეხებით, შედარებით მომდევნო ეპოქის მოღვაწეთა კლიმენტე ალექსანდრიელისა, თუნდაც ერეტიკოსი ორიგენესი, რომელიც გნოსტიციზმს დაუზოგავად ებრძოდა, ჰეგესიპესი და სხვათა. მაგრამ რას უარყოფდნენ ისინი? ფიქრობთ ამის განხილვა ერთი საუბრის ფარგლებში მაინც აუცილებელი, ან და გახსენება ყოველი იმისა, რაც ჩვენ გნოსტიციზმთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს რამდენიმე გზის აღვნიშნეთ. კვლავ ხაზს გაუსვამთ, რომ გნოსტიციზმი ესაა თავისი არსით ფაქტობრივად დამოუკიდებელი რელიგია, არა საკუთრივ ქრისტიანული ერესი ეკლესიური სწავლებით ზოგადი გაგებით ნებისმიერ მოძღვრებას და ამხსარებლობას ეწოდება, რაც კი არამართლმადიდებლურია, განურჩევლად იმისა ეს შედარებით უფრო ახლოს იქნება ქრისტიანობასთან თუ შედარებით შორს, ესე იგი საკუთრივ ქრისტიანობასთან დაკავშირებული გაუკუღმართებანიც ერესია, ერესის ამ ტერმინის ზოგადი მნიშვნელობით და თუნდაც ანტიკური სწავლებანიც ერესია, თუნდაც ისეთი სარწმუნოებანიც, რომლებიც უკავშირდება ინდურ, ეგვიპტურ, ბაბილონურ ქვეყნებს და სხვა, თუნდაც მომთაბარე ტომების ანიმისტური შეხედულებანი და სხვა, აბსოლუტურად ყველა ის აზრი, რასაც კი სწავლებისა და მოძღვრების სახე აქვს და სისტემურობას ქმნის მეტნაკლებად, ყველა მათგანი ერესია ეკლესიური სწავლების მიხედვით, რამდენადაც ორი ჭეშმარიტი სწავლება შეუძლებელი არსებობდეს და მართლმადიდებლისთვის რა თქმა უნდა ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი მხოლოდ მართლმადიდებლური მოძღვრებაა, ხოლო ამის მიღმა, როგორც სისტემა, როგორც სწავლება, ნებისმიერი მსოფლმხედველობა არის ერესი. მაგრამ ერესის ვიწრო მნიშვნელობას გამოიყოფა საკუთრივ ქრისტიანობასთან დაკავშირებული გაუკუღმართებული სწავლებების, ცრუ სწავლებების მიმართ. და როდესაც გნოსტიციზმზე ჩვენ საუბრობთ, შეიძლება ერთი შეხედვით ის ქრისტიანობასთან დაკავშირებულ ერესად მოგვეჩვენოს, რადგანაც გნოსტიკოსები ქრისტიანობას საკუთრივ მაცხოვრის ქრისტეს სახელს ხშირად იშველიებდნენ, ნიღბად იფარებდნენ და თითქოს და ქრისტიანულ მოძღვრებად საკუთარ შეხედულებებს წარმოაჩენდნენ. მაგრამ როგორც სპეციალური კვლევაძიებანი მრავალი და მრავალი ღირსეული მეცნიერისა სავსები თვალსაჩინო დადასტურებს, გნოსტიციზმი მხოლოდ რაღაც შორეული, ყველაზე უფრო უზოგადესი საფარველითა და ნიღბით შეიძლება დავაკავშიროთ ქრისტიანობასთან, აბსოლუტურად ფორმალურად. შინაარსით მოძღვრების მიხედვით იგი დიამეტრულად და ყველა შტრიხში განეშორება და განესხვავება ქრისტიანულ მოძღვრებას და დღეისათვის უკვე ბევრს საუბრობენ გნოსტიციზმზე, როგორც სრულიად იმგვარად ცალკემდგომ რელიგიაზე, როგორიც არის თუნდაც ისლამი, მანიქეიზმი, ბუდიზმი და სხვა სარწმუნოებანი. მართლაც ორიოდე სიტყვითაც რომ ჩვენ მისი მოძღვრება გადმოვცემთ, ადრე უფრო ვრცლად გადმოვეცით, ახლა შეჯამებულად გადმოვცემთ, ეს გადმოცემაც თვალსაჩინოს გახდის გნოსტიციზმის როგორც მოძღვრების სრულ გაუცხოებას საეკლესიო სწავლებისგან. პირველი და არსებითი შტრიხი გნოსტიციზმისა როგორც მოძღვრებისა ესაა სწავლება ზეციურ ძალთა იერარქიული ურთიერთშობადობების შესახებ. აი ეს გახლავთ ერთი უმთავრესი შტრიხი გნოსტიკური სწავლებებისა. ყველა გნოსტიკურ სექტას ახასიათებს სწავლება ზეციურ სამყაროში იერარქიული ურთიერთშობადობების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ერთი უზენაესი საწყისი, ზოგჯერ საწყისი ორია, მდედრობითი და მამრობითი, ან და ერთია მხოლოდ მამრობითი, რომლისგანაც იშვება მდედრობითი ძალა, მათი თანამოქმედებით უფრო ქვემორე ძალები, ამ ქვემორე ძალათაგან კიდევ უფრო ქვემორე ძალები, შემდგომ კვლავ უფრო ქვემორე ძალები და ასე გრძელდება ეს შობადობანი, ვიდრე ზეციური სამყარო თავის თავში ყოვლად სრული არ წარმოჩნდება, ანუ არ შეიქმნება ზეციური სისავსე. ზეციურ ძალთა სავსება, ანუ ბერძნულად პლერომა. მოძღვრება პლერომას შესახებ კვლავ აღნიშნოთ გნოსტიციზმის ნიშანდობლივი შტრიხია. ყველაზე უფრო გავრცელებული გნოსტიკური სწავლებით ზეციურ სამყაროში 30 საფეხურია, 30 შობადობაა და ეს საფეხური და ამ შობადობის შედეგად წარმოქმნილი არსნი არიან პიროვნული მათი გაგებით, ცოცხალნი, ნების მქონენი და არჩევანის მქონენი. ბოლო ძალა, რომელიც ჩვეულებრივ ხშირად იწოდება როგორც პისტის სოფია, თვით ბერძნული ტერმინები რომ დავტოვოთ, პისტის ნიშნავს რწმენას და სოფია სიბრძნეს, ამ შემთხვევაში გამოყენებული გახლავთ ერთ-ერთი ზეციური ძალის საკუთარ სახელად, აი ეს პისტის სოფია არის დამაბოლოებელი ზეციური შობადობებისა, იმიტომ რომ რაც ამს იშვა სოფია უფრო აღმატებული ხარისხის ძალისგან, ამით ზეციური სამყარო ყოვლად სრული გახდა და მეტი შობადობა აღარ შეიძლება გაგრძელდეს, მეტი აღარ შეიძლება ვინმე იშვას, რადგანაც ამით ზეციური პლერომა თავისგან გავა, სისავსე თავისგან გავა, ხოლო სისავსის გარეთ უკვე საპირისპირო მდგომარეობაა ნაკლულევანება. თუ სისავსე ყოვლად სრულყოფილება, ყოვლად სრული მშვენიერება, მისი საპირისპირო არის ყოვლადი არასრულობა, სიმახინჯე, ნაკლოვანება, კნინობითობა.
მაგრამ აქ ხდება ასეთი რამ, რომ სოფია, რომელიც იშვა და მისი შობის ზეციური პლერომა დასრულდა და შობადობანი დასრულდა, არ კმაყოფილდება მხოლოდ საკუთარი თავის შობით. აღიხილავს რა თავის უფრო ზემოთ, იგი ჭვრეთს უშუალოდ თავის მშობელს, თავისი მშობლის მშობელს უფრო აღმატებულ ძალას, იმის მშობელს და ასე შემდეგ. და ხედავს რა, რომ ყველა ზემორესგან ნაშობი მშვენიერია და მშობელი ამით ნეტარებს, თვით მასაც დაეუფლება მოუთოკავი ჟინი იმისა, რომ მისგანაც იშვას ვინმე თვითონაც იყოს მშვენიერების საწყისი. ამ დაუოკებელი ჟინით სოფია მართლაც აღასრულებს შობადობას, მაგრამ რადგან ეს შობადობა უკვე სისავსეში აღარ შეიძლება დარჩეს, სისავსე უკვე აღსრულებულია, მისგან ნაშობი ამ სისავსის ამ პლერომას გარეთ აღმოჩნდება. ესაა ის ძალა, რომელიც თავის შიგ თავში ფლობს სოფიას ნაწილს, ანუ ზეციური პლერომას, ზეციური სისავსისა და ჭეშმარიტებისა და მშვენიერების ნაწილს, მაგრამ თავისთავად სიმახინჯეა. ამ სიმახინჯეს როგორც პიროვნულ ძალას, პიროვნულ არსებას შეუწოდებენ გნოსტიკოსთა ნაწილი უწოდებს ასეთ რთულ სახელს იალდაბაოთ. გნოსტიკოსებს ჩვეუდათ ისეთი ტერმინები შემოდანა, რაც მხოლოდ თანხმოვანთა უწესრიგო თავმოყრით იყო ნაკარნახევი, მათი შექმნილი შეთხზული არავითარი ეტიმოლოგია მათ არ აქვს და ასეთი სიტყვებით როგორც მაგიური რამ ტერმინებით ისინი კიდევ უფრო მეტად იმონებდნენ მათ მიმდევრებს. ამ შემთხვევაში იალდაბაოთი რაიმეს კონკრეტულად არ ნიშნავს, მაგრამ იგი სახელი გახლავთ, როგორც ვთქვით, ამ სოფიასგან ნაშობი სიმახინჯისა. პლერომას გარეთ ეს ნაშობი ძალა ყველაზე უფრო ძლიერია, ყველაზე უფრო შემძლეა, მძლავრია, მას არ შეუძლია პლერომას განჭვრეტა, იმიტომ თვითონ სიმახინჯეა, ამიტომ თავისი თავი ერთადერთი გონია კარგახანს ამ სამყაროში და ამით გაამპარტავნებული ამოიძახებს კიდეც არ არის სხვა ჩემზე უფრო უდიადესი. ამ დროისათვის ხდება სოფიასგან დიდი მშფოთვარების გამოვლენა, რადგანაც მან იხილა მისგან ნაშობი და იხილა ისიც თუ რა სიმახინჯეშვა მან. ამასთან მხოლოდ სიმახინჯეში არ არის საქმე, ამ სიმახინჯემ მისი ნაწილი და შესაბამისად მთელი ზეციური სამყაროს ნაწილი მიისაკუთრა და ზეციური სამყარო უკვე აღარ არის პლერომა, იმიტომ რომ რაღაც ნაწილი ზეციური სამყაროსი ამ პლერომას გარეთ გავიდა, სიმახინჯის მიერ აღმოჩნდა დატყვევებული. შესაბამისად, ზეციური სამყარო გნოსტიკური სწავლებით იტანჯება, რადგან დაირღვა ერთობა, ჰარმონია, ზეციური სამყარო დაჭრილია და იგი ამ აგონიაში და ტანჯვაში იქნება, სანამ აღნიშნულ მისგან მიტაცებულ ნაწილს უკან არ დაიბრუნებს. რადგანაც ეს სიმახინჯე აღმოთქვამს, რომ მე ვარ ყველაზე უდიადესი ამ სამყაროში, სწორედ ამ დროს მას მიეცემა წამიერი ცოდნა ზეციური სამყაროს პლერომას შესახებ, გაიხსნება მის თვალთა წინაშე ცა, იხილავს ეს სიმახინჯე იმ მშვენიერებას, რაც მის ზევითაა და მაშინ გახდება შემცნობელიც იმისა, რომ ამ მშვენიერებისა და ზეციური სამყაროს ნაწილი მას სიმახინჯეს მიტაცებული აქვს. რატო ვამბობთ და რატო საუბრობთ გნოსტიკური თეოლოგიის მიხედვით ჩვენ აქ მიტაცებას და არა იმაზე, რომ ეს თვით ამ სიმახინჯის არსობრივი ნაწილია. იმიტომ რომ ეს ნაწილი როგორც გვიახშეთ, ზეციური პლერომას ნაწილია, ხოლო ზეციური პლერომა ყოვლადი მშვენიერება უზენაესი სილამაზეა და სიმახინჯის ბუნებითი ნაწილი არ შეიძლება მშვენიერება იყოს. ამიტომ ითვლება, რომ ეს შეუთავსებელია სიმახინჯესთან, შეურწყმელი და შეუარსებელია მასთან, ცალკე არის გამოყოფილი მისგან და შესაბამისად ტყვეობაში ამ სიმახინჯის მიერ. შეიცნობს რა ამას ეს სიმახინჯე იალდაბაოთი, უფრო მეტად დააფასებს მასში არსებულ და მისგან მიტაცებულ ამ ნაწილს და არანაირად მისი დათმობა აღარ უნდა, იმიტომ რომ გრძნობს ზეციური სამყაროს ამ უზენაესი მშვენიერების წინაშე, იგი ფასობს სწორედ ამ ნაწილით. თუ ამასაც დაკარგავს, იგი იქნება სრულიად უღირსებო ყველანაირ ღირსებისგან და პატივისგან აბსოლუტურად განძარცული. ამიტომ დაუცხრომელი ჟინით იალდაბაოთი ცდილობს ამ ნაწილის გადამალვას და ჩვენ აქ ხედავთ გნოსტიკოსები როგორ თლიანად გარდათქვამენ და ცვლიან ბიბლიური სწავლების ჭეშმარიტებას, მათთვის ეს იალდაბაოთი გახლავთ იგივე ძველი აღთქმის ღმერთი. იგებდნენ რა გნოსტიკოსები პირდაპირ და ბუკვალური მნიშვნელობით ძველი აღთქმის გამონათქვამებს ღმერთი მოშურნე, ღმერთი რომელმაც კაცობრიობა წარღვნით წარწმიდა და 1000 გვარი რისხვა მოუვლა მათ და სხვა. შესაბამისად პირდაპირ გაგების კვალობაზე გნოსტიკოსები თვლიდნენ, რომ ძველი აღთქმის ღმერთი არის ბოროტი, მოშურნე, ხოლო ახალი აღთქმის ღმერთი მაცხოვარი, მათი გაგებით თითქოს სხვა ღმერთია. თითქოს ერთი მეორისგან დიამეტრულად იმიჯნება ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. ეს ყველაფერი გნოსტიკური ცრუმოძღვრების ნიშნები გახლავთ და ამ ცრუმოძღვრების ერთ-ერთი მკვეთრი ნიშანი გახლავთ სწორედ თეოლოგიური თვალსაზრისით ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის მკვეთრი განყოფა, რომ ძველ აღთქმაში ვლენილი ღმერთი მათი აზრით ეს ბოროტი ღმერთია, ხოლო ახალ აღთქმაში მოვლენილი ღმერთი მათი აზრით იმ ბოროტი ღმერთის დამძლევი ძალა, ესაა კეთილი ღმერთი იესო ქრისტე. მაგრამ მანამ ვიდრე იესო ქრისტე მოივლინებოდეს, მათი სრულსწავლების მიხედვით იალდაბაოთი ცდილობს იმ ნაპერწკლის გადამალვას, რაც მასშია, ამიტომ შექმნის ადამს, შემდეგ კი ევას, რომ გაანაწილოს ეს ნაპერწკალი, რადგანაც ერთისგან რომ მოხდეს მიტაცება, მეორეში მაინც დარჩება, ჩვენ ძალიან მოკლედ ყვებით ახლა ყოველივე ამას და 60-ში თითქოს ეს მხოლოდ გარეგულად ითქმის ასე,
ესე იგი ეკლესიური მოძღვრება მკვეთრად არის შეცვლილი, სინამდვილეში კი საპყრობილეში, სამოთხის სახით საპყრობილეში დაამწყდია ისინი, მაგრამ ზეციური სამყარო იბრძვის საკუთარი ჭრილობის გასამართლებლად, მისგან მიტაცებული ნაპერწკლის უკან დასაბრუნებლად და ამის გამო ის აგზავნის ერთ-ერთ ზეციურ ძალას, რომელიც გველის სახით მოევლინება ადამიანსა და ევას და მისი მიზანდასახულობა ამ გნოსტიკური განმარტების მიხედვით გახლავთ ის, რომ ადამი და ევა გამოაფხიზლოს, გაუცნობიეროს მათ, რომ მათში არის უზენაესი სამყაროს ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მათში და რომ თუ კი ისინი ამას გაიცნობიერებენ, მაშინ თვით ისინი ზეციური სამყაროს ნაწილები გახდებიან და უკან დაუბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს. ანუ რომ ისინი ბევრად აღმატებულნი არიან იალდაბაოთზე. ამით შეშინებული იალდაბაოთი რომ ნაპერწკლები უკან მიტაცებული არ გახდეს, იგი აძევებს ადამიანსა და ევას სამოთხიდან და კიდევ უფრო ძნელად გასახსნელ და ძნელად შესამოსრავ საპყრობილეში ათავსებს მათ, ქვესკნელში, ამას სოფელში, დაცემულობაში და მთელი კაცობრიობის გენეტიკური ხაზი სწორედ აღსრულდება, ესე იგი მიმდინარეობს. ზეციური სამყარო განაგრძობს ჟამიდან ჟამად სხვადასხვა ძალის მოვლინებას ამ ქვეყნად, რომ ის ნაპერწკალი გამოხსნილ იქნას და ბოროს ხდება ყველაზე უფრო აღმატებული იესო ქრისტეს მხსნელის მოვლინება, მაგრამ ეს უკვე აღარ არის მხსნელი ბიბლიური და მართლმადიდებლური სწავლებით, რაც ვიცით და მას ალბათ პირდაპირ მნიშვნელობით ხსნელი არ შეიძლება ეწოდოს, იმიტომ რომ ეს მხსნელი იესო ქრისტე გნოსტიკური სწავლებით მოდის ფაქტობრივად თავის გამოსახსნელად, იმიტომ რომ ის ნაწილი მისი ნაწილიცაა. თუ იმ ნაწილს უკანვე არ მიირაცებს, თვით ისიც დაჭრილია, თვით ისიც გაუმთლიანებელია და ისიც აგონიაშია და ტანჯვაში. ასე რომ მართლმადიდებლური უზენაესი და უაღმატებულესი სწავლება იმის შესახებ, რომ უფალმა ყოვლად უშურველად ყოველგვარი საჭირველის გარეშე საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა ცხონებისათვის და თვით მის არსებობას თავისთავად ცხადია, ეს აბსოლუტურად არაფერით არ შეეწეოდა, იმიტომ რომ ის ბუნებითი ღმერთია და ყოვლად უჭირველი, მხოლოდ სხვათათვის, მისგან ქმნილთათვის, ადამიანთათვის დაძდომან თავი და ესაა მოყვარესადმი თავდადების უმწვერვალეს და ჭეშმარიტად საღმრთო, ღმრთული გამოვლინება. აი ამის სანაცვლოდ გნოსტიკოსებს შემოაქვთ სრულსწავლება იმგვარი მხსნელის შესახებ, რომელიც მოდის ფაქტობრივად მხოლოდ საკუთარი თავის ახსნელად. და ხსნას შემდეგ შენნაირად შეიძლება რომ მან უნდა განჭვრიტოს თუ ადამიანებში მემკვიდრეობით რომლებისადმია გადაცემული ეს ნაპერწკლები, ეს ადამიანები გამოაღვიძოს, გამოაფხიზლოს, გაუცნობიეროს მათ საკუთარი უაღმატებულესი ბუნება, რომ ზეციური სამყაროს შვილნი არიან ისინი, ანუ აქციოს ისინი გნოსტიკოსებად, აქ შემოდის სწორედ ეს ტერმინი, ანუ მცოდნეებად, გნოსტიკოს ნიშნავს მცოდნეს და შესაბამისად ეს ნაპერწკლები უკლებლი ყველა ზეციურ სამყაროს დაუბრუნონ, რომ კვლავ შედგეს ის სისავსე, რაც ზეციური სამყაროს სოფიასგან აღსრულებულ შობადობამდე ჰქონდა და კვლავ დამყარდეს საღვთო ნეტარება. ესაა იესო ქრისტეს გნოსტიკური აზრით მოვლინების მისია, ამას ის შეასრულებს და ყველა გნოსტიკოსი ფაქტობრივად იგივე ქრისტეა, იგივე მხსნელია, იმიტომ რომ მასაც იკისრება უკვე ფუნქცია, კვლავ ისიც წავიდეს სხვათა და სხვათა ადამიანთა შორის, იმოგზაუროს და გამოავლინოს და მოიპოვოს ყველა გნოსტიკური მარცვალი და ნაპერწკალი. რა თქმა უნდა, გნოსტიკური სწავლების ელემენტები სხვაც მრავალია, მაგრამ ჩვენ გადმოვიცეთ ყველაზე არსებითი ერთი ხაზი, ასეთი სიმწყობლე არც ერთ გნოსტიკურ ძეგლს არ აქვს თავისთავად ცალკე აღებულს, მაგრამ მოძღვრებაა რომ ჩვენთვის ნაცნობი იყოს, ცალკე დეტალებს და ცალკეულ ძეგლებს ერთი მთლიანობა უნდა მივცეთ. თავის დროზე ჩვენ ამას რამდენიმე ლექციით შევეხეთ, მაგრამ ახლა საკითხთან დაკავშირებით რომ კვლავ გავიხსენოთ თუ გნოსტიციზმი რას ნიშნავს და გნოსტიკოსები ვინ იყვნენ და რაოდენ დაცემული იყო მათი სწავლება, აი ამგვარი საახით ერთ საუბარში გამთლიანებულად შევეცადეთ გნოსტიციზმის ღვთისმეტყველების ყველაზე უფრო არსებითი საკითხების გადმოცემა.